იყოს რაღაცა სოფელს კონდეს, ამბულატორია კონდეს, გზა კონდეს, ალი, აბა მე გამამდიდრებ, ხარი მაგარი, საბა რა, მიტოვებული მიყურებულ სოფელში ვარ და ზუსტადაც. ეს სამლებრივ ასე უსაშველო დღეს წამალი ყველაფერი ჩაჟდება ნორმაში. შვილს მიიყვან, არ გაქვს მისი საშუალება რომ იყო და წამალი. ბენზინი მაგათია, შავრობი და ეს. 700%-იანი მოგებით მუშაობს საფრთხო რაღაცა ჭამარა, ამ ბავშვი რომ გადარჩენა გინდა, ამას რას ვიშვები? ჩვენ ატარებთ წინასაარჩევნო შეხვედრას მოსახლეობასთან. და განუმარტავთ მოსახლეობას თუ რას გავაკეთებთ კონკრეტულად იმ რაიონისთვის და იმ სოფლისთვის. ეხლა რადგან ხანში ვართ, ჩვენ გეტყვით რისი გაკეთება გვინდა ხანში. პირველი რაც არის რომ მოდიხარ ხანში, არის ცუდი გზა. ბიძინა რასაც პირდება, ყოველთვის აქვს ნათქვამი. ისეთ სიტყვას ნუ იტყვით, რასაც ვერ შევასრულებ და მე რაც მithქვამს გამიკეთებიაო და ამ კაცს რაც გაუკეთებია, მოკლედ გეტყვით 535 ეკლესია მონასტერი, რაც ამ კაცს აღდგენილი აქვს. 400-ზე მეტი სკოლა, რაც ამ კაცს აქ აღშენებული და აღდგენილი. ეს არის ყველა მუზეუმი, მათ შორის მაიაკოვსკის მუზეუმი ბაღდადში ბიძინას გარემონტებული არის. რატომ ბიძინამ არ გახსნა? თუ ბიძინამ ააშენდა ეს, სხვას რატომ მიუშვა იმათ იმაგაჯრა. ძალიან მომეწოდა იმედი გვაქვს გაამართლებს. მაგ ბიძინა იმენში იმედი მიდოდა რომ ის პატიოსნების კაცებს, პატიოსანია და პატიოსანი კაცი ყოველთვის საზღალ და გაჭირებულ ხარს მიხედავს და გამოვუკეთებს ცხოვრებას. დაგვპირდნენ გზას როგორ გაიგეთებთ. დაყარეს მერე რომ მოთხოვ თოვაროდე იწყო დაყარეს ორი მაშინა ხრეში მინანა მოგებ ხრეში კი არა ტალახი. ხოდა მევიდა წვიმა და გეიხსნა წევი და ზოგჟან ბალახია მევიდა არ გაასთორეს. ამნაირები გეთებოდა რა იმახსოვს მე მიდღემში. დაპირებები მედი არაფერი. მე მაგალითად ჩემი ოჯახით 100%-იანი ვარ რომ მე დოუდგე გვერდში ქართულ ოცნებას. დღეს წინასაარჩევნო ღონისძიების ფარგლებში ვესტუმრეთ სოფელ ხანს. და აი წერტილოვანი შეხვედრები გქონდა უბნებში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას განუმარტავდით ჩვენ სამომავლო პროგრამებს, რაც გვაქვს. ხანთან დაკავშირებით ეს არის უპირველეს ყოვლისა უგზოობა, რომელიც ამ სოფელს აწუხებს. სოფელი, რომელიც 22 კილომეტრით არის დაშორებული რაიონულ ცენტრს, პრაქტიკულად მოწყვეტილია განსაკუთრებით ზამთარში. რადგან მისასვლელი გზა ზამთარში დიდი ხნის განმავლობაში იკეტება, ხოლო თვით ზაფხულის განმავლობაშიც ამორტიზებული არის და ძნელად სავალი არის. ამ სოფელს აქვს ძალიან კარგი რესურსი მეცხოველეობისა, ტრადიციულად მეცხოველეობის სოფელი იყო. ამიტომაც ჩვენ მათ უთხარით, ჩვენი დაპირებები, როდესაც 1 ოქტომბრის შემდეგ გავემარჯვებთ, როგორ მოხდება ოჯახური მეურნეობების ჩამოყალიბება, დაფინანსება, გლეხური მეურნეობების შექმნა. აი ამასთან დაკავშირებით განმარტებები მივეცით. ასევე მათ დაუპირდით გადამამუშავებელი მრეწველობის აღდგენას. ამ სოფელს გააჩნია უნიკალური ხილი, უნიკალური ტყის კულტურები, რომელიც მოდის ისე რომ მხოლოდ მისი აკრეფაა საჭირო, ოღონდ ვიღაცამ სურველი უნდა იყოს, რომ ეს შეიძინოს და მათ შესაბამისი თანხა გადაუხადოთ. ჩვენ დაუპირდით მათ, რომ ამათ აღვადგენთ, გადამამუშავებელ მრეწველობას აღვადგენთ და ეს დამატებით შემოსავლებს მისცემს. ამ სოფელს აქვს როგორც ყველა სხვას პრობლემა მიგრაციის. ყველა სახლი ნახევარი მაინც დაკეტილი არის და სოფელი დასლის პირას არის. ჩვენ გვინდა რომ შრომის ადგილების შექმნით, აი მეურნეობების განვითარებით, გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობით, როგორმე მოვახდინოთ ის, რომ საზღვარგარეთ წასული ის ქალბატონები და მამაკაცები აქედან აქ დაბრუნდნენ და თავიანთ ოჯახებში იყვნენ. აი ამაზე ვესაუბრეთ, აი ამ გეგმებზე და მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი სულისკვეთება არის, სრული ურთიერთგაგება და იმედები არის ორივე მხრიდან. ნახოთ.